მოი ქვისლი როგორ არ უსულა? Hop, spokojna. Ქვისლი როგორ არის? Quisli. Persten. Da, eta მოი პერსენ. რა პერსენ კაცო, რა პერსენ? დარტკი. ვაიმე, თქვენს დაარტყით ხოლმე, მომისმინე ხა. ის ჩაიდანი დარჩება ჩემთან. რატო დარჩება შენთან? როცა დაგჭირდება გამოგიყან ხოლმე. ვაიმე, ხოლმე. აჰა, ნორმალნა, всё ნორმალნა. დარტკი. დაარტყით, რომელიმე ხა, დაარტყით. ვა! გამარჯობა, დემოკრატებო, როგორ ხართ? მარისია ეს. ის რა ხდება სადარბაზოში? ხო მშვიდობა? მშვიდობაა კი, აი მე და ჩემი და რაღაცებს ჩვენ საოჯახო ნივთებს ვინაწილებთ. ინაწილებთ? შეიძლება მეც მივიღო მონაწილეობა ამ საოჯახო ნივთების დანაწილებაში? დაგეხმარებით, როგორც მეგობარი, ერთი წუთი, მარის, სპოკოინა. ნელა. ესე. აი, ასე, მარის, извините. ოტა. ესე იგი, დავინაწილოთ ახლა. მოდი ლაშო ჩემთან. მოდი. კეთევან. აი ეს შენ. ეს შენ. მოდი თამარჩიკ. მოდი. აი ეს შენ. ხო. ეს შენ. და ამას მე წავიყვან. მაგრამ თუ დაგჭირდებათ, გამაგებინეთ, დამირეკეთ და შემოგიყვანთ. სადაც დაგჭირდებათ? ნელა მარის. ნელა, ოფსო ნორმალნა. ნელა. ასე კრუასანები მოიცა მომეცი მე უნდა დაუსხა ჩემ დათუჩას ჩაი მე უნდა გავუკეთო ეს რა მომივიდა როგორ დავტოვე უმუშევარი ბიჭი ეს რა გავაკეთე ასე აჰა მოიცა მე უნდა ჩაუყარო შაქარი მომეცი რამდენი სიყრის ხოლმე? 2. 3 უნდა ჩაუყარო. ესე იგი ეს რა დამემართა ერთი ეს როგორ დავტოვე ბიჭი უმუშევარი ორი ვაიმე სამზე შევთანხმდით ხო? სამზე კი. მაშინ ეს რა უბედურება აღარ გვინდა მომეცი აჰა ორი მორჩი? მაშ დაუძახებ მოიცა რას დაუძახებ მოიცა საწოლში უნდა მივართვა ჩემ დათუჩას საუზმე საწოლში აი ვინ მოვიდაო საუზმე ბოდიში აბადია არ ვიცოდი რა ვიცი მარიკა რა კოშმარები მესიზმრიო რა კოშმარები რა კოშმარები და მიდივარ ჩემი რინო რა მობილით ხო სასწრაფოს მანქანით გამოძახებაზე ვითო ვიო გამატარე გადააყენე მანქანა ასე ყვირი ვარ და გავიხედავ სარკეში და უკან ხედავ მომდებს ირაკლი გაბრძნული თმებით და ასე ამბობს ბუ
მოდი, დაჯექი, დათუჩა, მოშიებული იქნები შენ. აი, საუზმე, აი, კრუასანები, ჩაი მე თვითონ გაგიკეთე დათუჩა. დაჯექი, მოდი. ხო. ისაუზმე. დათო. კარგი რა დათო რა. კარგი რა. კარგი რა, ასე. კარგი რა. კარგი. როგორ არაცხვენია? ამდენ აი ესეთი რაღაცები გამიკეთა და კიდე მოდის და ჩემთან ერთად ცხოვრობს. როგორ არაცხვენია? მომისმინე დათუჩა. უყურე კიდე როგორ მეპასუხება? უთხარი მარიკა მე არ ველაპარაკები ამას. ირაკლი. ჩემი 523 ლარი. ჩემი 523 ლარი გაუჭირდა ამ ხელა სტრუქტურას, ხო? ჩემი 523 ლარი. ან სად მომქონდა ის პული? აქ არ მომქონდა, ა? გამოვასწორებ. ხო. გამოვასწორებ თქო გითხარი. გებოდი შები ამდენი ხანია, მითხარი როგორ გამოვასწორო. უთხარი, მიდი და უთხარი. როგორ დამნე? ხო. სამინისტროში დამნიშნოს. სამინისტროში დანიშნე რამოთ. კარგი მარიკა, კარგი შენ რაღა მოგივიდა ხო იცი მე მაგას არ წყვეტა რა. რაც ამისა გადასაწყვეტი იყო ის ხო კარგად გადაწყვეტა. რა მოგივიდა დათო, ძალით ხო არ მინდოდა ძალით, შემთხვევით მოხდა. არ მინდოდა ძალით. ხო, არ მინდოდა. ალო. ხო გოგი. კარგი გოგი, რა ძალით გაუშვი, შენ რაღა მოგივიდა. ჭიკარი ხარ გოგი, ჭიკარი. ამას კიდე გაგიჟება უნდა გოგი რა. რა მოგივიდა რა. შეიძლება ასე. მე დაგირეკავ. უთხარი არ დაკიდოს ყმე. მოიცა გოგი. უთხარი, მიდი. ჭიკარი ხართ ბატონო გოგი? ჭიკარი, მადლობთ. ნახვამდის. დაკიდოს. რაღა მოგივიდა შენ კიდე გოგი, რა მოგივიდა რა. რას მიგიჟებ ამას? ვაიმე დამღალე უკვე გოგი რა. კარგი. გიშოვი სამსახურს. აუცილებლად გიშოვი. უყურე. ახალ ხაფანგში მითრებს ახლა. ხომ იშოვი სამსახურს? კარგად რომ ვიგრძნობ თავს, ფრთებს რომ გავშლი, გავინარნარებ, მოფსის უსვათ, მომაწყის სამფრთებს დავენაცხები მიწაზე და კარგი დათო ახლა ეგრეც ნუ განსჭი ირაკლის. ხო იცი რა სულ შემთხვევით მოუვიდა, შემთხვევით გამოგიშვა სამსახურიდან არა ირაკლი? აბა ახლა მე დათოს გავწირავდი მარიკა. აბარა. უთხარი გაიწიოს. ჩუ. რინო რა სასწრაფომ გაიარავი. მარიკა. დათუჩა. რა ვიფიქრე, იცი? რაბა. აიღოს ხელი. რა ვიფიქრე, იცი? რა. ჩემი ტანსაცმელის კარადა. ხო. დათუჩას ოთახში ხო არ გადავიტანე. აბარა, ამდენი ხანი ეგ როგორ ვერ მოიწვე. გამოვიტანოთ იმ ოთახიდან და შევიტანოთ დათოს ოთახში. აბარა. დათუჩა. ხო. ერთი ბედნიერება მქონდა ეხა ეგ დარჩენილი. შევიდოდი ჩემთვის, შევცუნცულდებოდი, ავიღებდი ჩუმად რაღაცას, გამოვცუნცულდებოდი და ეგეც გიდათ მომისპოთ, ხო? კარგი დათო, რა მოგივიდა? შემთხვევით მოხდა ყველაფერი. რაღაცას მოვაგვარებ, მოვაწესრიგებ, მაპატიე, დამელაპარაკე ნორმალურად.
დაელაპარაკე დათო, დაელაპარაკე, უთხარი რამე რა. მარიგა მოდი აქ. ხო. დაჯექი. ხო. დაურდი. უთხარი მინიზის მოადგილეს მოაწერო 300 ხელი. რა არის ეს დათონა? ევო. ირაკლი, მიდი მოუწერე ხელი, მოუწერე. რა არის? ამას ხო კარგად გითხულობ. იქ რა დაგემართა? ვაიმე იმ ფაქტი დამარტყავს რა. ვაიმე აღარ შემიძლია წავედი მე სამსახურში რა. მე ერთ დროს მეც მივდიოდი სამსახურში. კარგი დათო, კარგი, რა მოგივიდა. აი, სამსახურში მივდივარ, დათოჩა. ხო. მუთაკა მიდის სამსახურში. აი, შერმიშველი ღმერთო. აი კეთევან საუზმობთ ხო და რაღაცნაირად ესე ბედნიერი ვარ. აი მაგრამ აი ისეთი შეგრძნება მაქვს ხო? ისეთი შეგრძნება მაქვს თვითონ რაღაცა მაკლია. ხო, მეც მაკლია. ჩემი თამრიკო. თამრიკო კი არა, მურაბა არდებს და იქნებ მოიყარო. რა მურაბა მოგინდა ეხლა ვერ გავიგე, რა მურაბა? უფ, ჩემი თამრიკო იყოს ის უფრო კარგად გეტყოდა. კეთევან, აი თუ შეამჩნია ახლა შენ რა. აი ამ ხელა გოგო გავიდა ოჯახიდან და რამ ხელა სივრცე გამოჩნდა გას. ლაშა, შენ ჯობია ცოტა ჩუმად ილაპარაკო, თორემ თუ გაიგო და ამ ხელა გოგო იქნება, რომ გამოგივარდება ნახე მე რას გიზამ შენ. ჩუმად იყავი და წმარად. ჩემი ქეთუნია, ვინ არის? მე ჩემი ქეთული ნუკა? მე ჩემი ქეთრინი? მე რა გინდა ეხლა პირდაპირ მითხარი? კეთევან ეხლა ხო იცი მარტო ჩაი მე არაფერს არ მიზავდა რა მეც ასე საქმე გამომიწევდა სიგი აღარ შემიძლია ჩაის საჭმელი კეიფი დალევაში მეტი არაფერი არ გახსოვს ლაშა რა დღეს მობრძანდება დედა შენი ხო მითხრა მოვალო მომენატრეთო და ის მოგიტანს ქათამს ხაჭაპურს ლობიას რა ვიცი კიდე 1000 რაღაცას უფ მოიცა დედა ჩემი მოდის და ამ ყველაფერს მოგიტანს ხო მოგიტანს აი რა არის დედის გული რა სადი გრძნო აი სადი გრძნო დედის გულმა რომ აი რაღაცნაირად ხო აი მე რა იყავი კეთევან ხელი დაჯექი კეთევან რაღაცნაირად უცებ გავბედნიედი და მე გავაღებ იჯექში არ შეწუხდე მაიცადე კეთევან მეზობლები მოვიდნენ მოიცადე გაშლილია სუფრა. ხო, კეთებად ისა თამარ უბრალოდ. ხო, თამარ, შენს წასვლას ვზეიმობთ და. ვახო, ჩაის ხოდა ლევან ყავას. არა, კეთევან, არა, დიდი მადლობა. მე და თამარმა სახში უკვე ვისაუზმეთ. ო? ვისაუზმეს. ხო, კარგი. როგორ კარგად მიგილაგებია ქეთუ სახლი? ხო, მივალაგეთ. ხო, კარგად არის მილაგებული, თამარ. ხო, მიხვდი ახლა ვინ იყო მთავარი ამრები ოჯახში? ხო. კარგი. თამრიცი რა დღეს ჩემი დედამთლი აპირებს მოსვლას. ხო და მივალაგე რაღაცები დავაწყრიალე მოვაწესრიგე ყველაფერი. ვაი მე დღეს ჩემი დედამთილიც აპირებს მოსვლას, ხო, ქალბატონი დალი. ხო, რა კარგია, ერთად მოვემზადო. ვაი მე როგორ ვახ, მომისმინე? დღეს გლონტებში არის მშობელთა კრება. აი, მართლა. ვახო არიცნობს დედა ჩემს და დღეს გაგაცნობ. აჰა, დედაშენს ვინც გავაცანით, ყველა სარძლოთ მოეწონა და ვახოს რო გავაცნობთ, ვაი და ვახო მოეწონოს, მე ნახე თუ დადგა თუ არა.
აი მე რებს ლაპარაკობ. მე ჩემ ჭკუაზე კი აღარ ვარ. ვერა, კარგად, ვერა. მოკლედ დღეს აი ეს ჩვენს ოჯახში მოდის ორი დედამთილი და როგორც ღლონტებს შეგვეფერება, ხა ისე უნდა შევხვდე. აბა რა უნდა ხო? თამრი ვიფიქრე ხაჭაპურს გამოვაცხობ მეთქი, მაგრამ ფქვილი არც ჩხეიძეებს არ ქონდა. ხო. მოიცადე კეთევან, მოვარჩევნები და თვითონ შემოგიტანს ირაკლი ფქვილს. ხო, კი აბა. ცია თამრი, სადილების კეთების თავი ახლა მე არ მაქვს. მოდი რაღაც ისეთი ტკბილი სუფრა დავახვედროთ. ხო, ჯობია მე აბა რა მგონი. ვიღაკეთებ ხა საჭმელებს. ნამცხვარი ყავა, ჩაი, ხო, რაღაც შოკოლადი, ხო, ტკბილი, აი ესეთი კარგი ტკბილი სუფრა. მოიცადე თამარ, რა მაინტერესებს იცი? ეხლა თქვენ სუფრას არ აპირებთ რომ მიუცხდეთ? რა კითხვა ახლა, აბა რას ვი? საწავიდე აბა. რა ვიცი ახლა ორი დედამთილი და ორი რძალი ისდებით, ისხდებით სუფრაზე და არ ამგონია რა ტკბილი სუფრა გამოვიდეს ეგ მაინდა მაინც. ბიჭო! სალომე, ხო, ლაშა. სალომე, ერთი ლუდი მომიტანე რა. მარტო ერთი ლუდი, ლაშა, მეტი არაფერი არ გინდა? ანდავ ხო, ორი ლუდი მომიტანე. ორი ჩიპსი. ერთი თხილი და ერთი მოხალული მიწის თხილი. უი, ლაშა, დღეს დათო არ გინახავს? არა, და რა იყო? იცი მე მგონი ცუდადაა. არა, არ იქნება ცუდად, მე არაფერი გამიგერა. არა, იცი რატო გეუბნები, დღეს შემოვიდა, ნისია რაც ქონდა ყველაფერი გადაიხადა და წავიდა. ვაუ. ხომშვიდო. აი, მოიტანე ყველაფერი. რაც დამაბარე. რომელი სურიკი მოიტანე, მეშაკნი თუ სვინცოლი? სვინცოლი, სალომე, რა დაგემო? ყველაფერი მოიტანე. სანდრო. ო, გაის ამ ქალმაც ვერ დააყენა საშველი რომ გადავიდეს. კიდე ორი დღე მაცადეთო, გაუგიჟდი რა. ვინ? ვის ბინაშიც უნდა გადავიდეთ, ჩვენ არ დაცალავთ. სანდრო და შენებთან რო გადახვიდე დროებით. ჩემებთან? არა, არ გამოვა, იმიტომ რომ ჩემთან ბებიაჩემი და ბაბუაჩემი ჩამოვიდნენ სოფელში. სანდრო, სოფელში თუ სოფლიდან? სოფელში, ლაშა. მიუნხენში ცხოვრობენ და რა ვიცი. ეგრე ამბობენ ხოლმე, რომ ჩამოდიან სოფელში ჩამოვედითო. აი ხა რა გიკვირს, ჩემი წინაპრები არიან, ერთი შტო ვართ, ერთი შტო. გენეტიკა. ანუ ახლა შტო თუ ხართ, ხო, აბა. მართალი ხარ, ეხა ვერ გადახვალთ, იმათთან ხო ვერ იქნები სალომე ძალიან ცოდუა. ხო, აბა. ხო. აბა ჩემთან რომ მოხვიდე დღეს დედა ჩემი და ვახოს დედა მოდის და მოდი თქვენ თუ გინდათ. დედა შენი და ვახოს დედა? ხო. არა, უხერხულია. მაგრამ ეგეთი შეკრება როა, თუ გინდა დედა ჩემს გამოუშვი. აი მე. ხო, ყოჩა, სანდრო, სვინცოლი ყოფილა. ხო, მართლა. სალომე, დღეს ჩემთან სტუმრები მეყოლება. ხო და 6 წელი ხაჭაპური მინდა და ნამცხვარი. ხო, ქეთევანმა თუ კითხა, უთხარი რომ 5 კითხე და ნამცხვარი საერთოდ არა. ისე, უიმე. ანანო დარეკა, როგორ ჩავიდა ნეპალში, ან ჩავიდა საერთოდ? სანდრო მომისმინე, ანანოსადაც არის ახლა. იქ ტელეფონი არ არის და მინიმუმ 3 საუკუნე ვერ დარეკავს აქეთ. არა, დარეკა. კარგად ჩავედიო, ახლა ვარო 3700 მეტრზე რომელიღაც მწვერვალზე ასული, იმიტომ რომ მარტო აქ იჭერს ტელეფონიო. კარგად ჩავედი, დავბინავდიო და ერთ ვარსკვლავიან სასტუმროში ვცხოვრობ, კარგი პირობებია ძალიანო. ხა ერთ ვარსკვლავი კარგად მოეწყობოდა ეგ ხა კი. ნუ ეხა კარებიც ექნება იმას, კედლებიც თუ გონდა. ფანჯარაც თუ გონდა კარგია ხო. ისე იქ ნეტა რითი დადის, ალბათ ველოსიპედით. სანდრო მომისმინე, იქ ველოსიპედი ყავს მარტო პრეზიდენტს. ანგარიში მომიტანეთ თუ შეიძლება. დიახ, ახლა. აი, მე კაცო, ეს რა ანგარიშია, ჩვენ სურიკი, მასლიანი და მომენტის წებო არ შეგვიკვეთავს, მარტო ლუდი ავიღეთ.
გია ეგ დათო? გაჩათებია მარიკა და ეს ირაკლის ჩანთა. ხო. თავის პერანგებია და უბრუნებ. ეს კიდე ჩემი. ბათუმში მივდივარ. მართლა? და როდის ჩამოხვა? აღარასდროს მარიკა. მე თბილისში დეპორტი ჩამირწყეს. კარგი დათო, ხა ხუმრობ? ხო? როგორც ირაკლი მიხუმრა და მოხსნა ისე ხუმრობ ხა მე. კარგი, რა დაგემართა შენ კიდე ხო იცი რომ ირაკლიმ შენ შემთხვევით მოაწერა ხელი შენს განთავისუფლებას, არა? აი დარჩი და აუცილებლად გიშოვის ირაკლი რამე სამსახურს. გეუბნები, მიდი. ვინ არის ირაკლი? ხო, ის სუქანი როა, ხო? ბოროტი გამოხედით. არა მარიკა, მე ბათუმში უნდა წავიდე. თან დაარემონტეს, გაალამაზეს. მე ჩავალ და რამე შევმატებ. ვერა თბილისი დათო. ასე ტოვებ თბილისს? თბილისი უჩემოდ გაძლებს, ნუ გეშინია შემარიკა. მე უბრალოდ ბავშვებზე ნერვიულობ, ბავშვებზე ბიძის გარეშე რომ გაიზრდებიან. კარგი, ახლა შენ ახლა ხარ გაბრაზებული, აი გაივლის ცოტა დრო, დამშვიდები და მიხვდები რომ ირაკლი მართლა შემთხვევით მოაწერა ხელი შენს განთავისუფლებას. რა დაგემართა რა? აი მე მაგის სახელს ნუ გამიხსენებ რა. ის დაზნერები მაგ დაგლეჯვალ. წავედი მე. ოისა. ამას წავიღებ ყოველ შემთხვევაში. რაიც, რა ხდება? და რითი მიდიხარ? რითი მიდიხარ? რითი მიდივარ და სამარშრუტო ტაქსით. ხო. მე ვიცი, არც ვიცი. აი. ავტობუსით. ბავშვებს საკუთრად შევსვაგებ. კარგი, ხო. არ ვიცი მოკლედ რა, რამდენჯერ უნდა წავიდეს ეს ბიჭი, რა ისე უნდა მოვიდეს. ვერ გაიგო რა. აქ უნდა იყოს რა. ალო. ირაკლი დათო წავიდა ბათუმში და ეგ დაურეკო და დააბრუნო რა. არა, ასე თქვა სამუდამოდ მივდივარო. ირაკლი. რას უფრავ გავშალო ირაკლი? არა, რა სტუმრებს დაუძახო და რა გამღერებს? კარგი რა, ძალიან გთხოვ, მართლა ძალიან ნაწყენი წავიდა და ეგ დაურეკო რა. რას გააკეთებ? კარგი, ეგრე აჯობებს, კარგი. მეცა. აი დათო, მე ვიცოდიო შენ დიდხანს ვერ გაძლებდი და ისევ დაბრუნდებოდი ჩვენთან. შემოდიდია. მარიკა, მე და სალომემ ხო ბინა ქთგ ვიქირავეთ. ხო და იმ ქალმა კიდე არ დაცალა, 2 დღე მაცალეთო და იქნება შენთან გავჩერდეთ 2 დღეა. აქ. ხო, კარგი, სანდრო, დარჩით, მაგრამ მაინტერესებს როგორი ოთახი გინდათ, მაინც ხედით ეზოსკენ თუ ხედით ქუჩის მხარეს? აი, მოგითხარი გავახარებთ მაგრად ბოტანო. პუბლიკი რაგის? ერთი ცალი რაგის? 20 მადლობა. ამას რიკოც შევჭამ. ამას გზაში.
გამარჯობა დათო. მაჰა. არ მინდა. ახლა ხანს ჭამე. კრუასანები. რა გინაღლება რა? სამსახურის გაქვს და ხელფასიც. ვა, სათჩა. მე რო ხუდი გაჩუქეის გახურავს. ამისთვის მოხვედი, ხო? აჰა. კარგი, დათო რა, რა მოგივიდა, რა. ასაკეთებ. ორი კაცის და გავდივარ. გადიხარ? სადმე? ბათუმში ბრუნდები. აქ არ ყოფილა ჩემი ადგილი. ბათუმში? კარგი დათო რა, იქ რა უნდა გააკეთო, გაგიჟდი? გავაკეთებ რამის. თუს ვიშოვე, ცხოვრებას ავიწყო. ევრი თუ ვიშოვე, მარიკას და ბავშვებს გამოვიძამდი. რა უნდა გააკეთო დათო ბათუმში? ერთი სასაცილო ცეკვა იცი და ისიც რაც ბათუმში ეს მოცეკვავე შადრევანი დადგეს, არავის აღარ დაჭირდება. როგორ მომშვიდებ ხოლმე ირაკლი? აი როგორ მომშვიდებ? ეხა დამამშვიდე შენმე. ეს ავტობუსი არ გადის. ავტობუსით მიდიხარ? გაწვალდები დათო. აბა ტაქსის ფული მე არ მაქვს გენაცვლა. მე მოგცემ ტაქსის. ასე სწრაფად გინდა რომ გავეცადო მოგაურობას, ხო? კი ბატონო. არა დათო. ფულსაც მოგცემ. საჭმელსაც, სასმელსაც, ოთახსაც და არაფერს არ მოგატოვ დათო. რა ადრე დაიწყეს საარჩევნო დაპირებები? შენ ნიჭიერი ბიჭი ხარ და მძღოლად არ უნდა მუშაობდე. გიშოვი რამის. არ მჯერა მე შენი. დათო, ახლა როგორც ირაკლი ჩაიძე არის კი არ გელაპარაკები. ახლა გელაპარაკები როგორც ჯანმრთელობის დაცვის და კიდე ორი რაღაცის მინისტრის მოადგილე. როგორ არ მოგბეზრდა ეს სიყალბე ირაკლი? დათუჩა, შენ ოღონდ დარჩი და აი ამ საათს გაჩვი. ვიცი რომ მოგწონს. ხო, ისე საათი ძალიან მჭირდება ირაკლი სამსახურში რომ არ დამაგვიანდეს. არა ირაკლი, მე მივდივარ. დიახ, მივდივარ. ვაჟკაცი თავისი სიტყვას არ გადავა. ნუ მაიმუნა ფეხლა ერთი კაცო წამოდი სახში. გავუშვი მას. წამოდი ნუ მეჯაჭვე. რატე გავუშვი? ხულია ხალხი. ხალხია, წამოდი სახში. პოლიცია! ჩადას მართლები! ესე იგი არის შენს. დიახ. და მიდიხარ. დიახ. მე მართლა გულით მინდოდა რომ დარჩენილიყავ. მართლა გულით მინდოდა და კარგი. წავედი. მოიცადე ირაკლი. ყველაფერთვის დიდი მადლობა. კარგი და რა მადლობა და. ო, მადლობა. იქ რო ჩავალ ბიჭებს ვეტყვი, მინისტრის მოადგილემ გამომაცლა მეთქი კოსტუმა თქო. აბა, ნახონდეს. ადი. ოჰ. გამატარე ერთი კაცო, გამატარე. უკაცრავა თქვენ? რა იყო, წავიკითხავ და დაგიბრუნე. მადლობა და მადლობა. ის ნახე ახლა ის ზანგილას უზავს იმას. უყურე. ვირას უზავს? ეს ზანგი როგორ მოელება შეხედე იმ და კუნთებია. კარგი რა, კუნთები კი არა, ნახე რას უზავს. დაიცა, ცოტა აცალე რა თქმა. რაიმე, გაჩერდი, ნევრებს მისმით უყურე და დამაწყვეტე ნევრები. რა არის, რა გაჩხუბა, კლაშიკო, ვახო.
აჰა, აი ესეც დავდოთ და მე მგონი ყველაფერი მზად იქნება. აი მე გადასარევია, ნახეთ. არა, ჩვენმა დედამთილებმა უნდა თქვან, რომ გადასარევი ძლები გვყავსო, ხო? ვიცადე მე გავაღებ. მინდი გააღე. თამრი. მოდი შენ გააღე. ჩემია. შენი მოვიდა. ხო, პირველად მოდი და მაინც ვნერი. როგორ ბეჭებში გაიმართე ბეჭებში. წარბები გაისწორე. მოგზანდით. გამარჯობა. როგორ ხართ დედა? თქვენ როგორ ხართ შვილებო? მადლობა, გამარჯობა. ქალბატონო დალი, შეიძლება მეც გაკოცებთ, როგორ ბრძანდებით? როგორ ბრძანდებით? ძალიან კარგი. აი, მე რა კარგია რომ მოხვედი. მეც ძალიან მიხარია რომ დამპატიჟე ჩვენ მორა. აი ეს აი მე რატო შეწუხდით? ხო. დაბრძანდით. მაღაზიიდან გირეკავდით, აი ჭაღზე თქო რომ გეუბნებოდით, ხო? აი ესეც მოხდა. აი მე როგორ მომენატრეთ? ლაშა, სად არის ახლა ამდენ ხანს დედა შენი? რა არის, რა მოხდა? რა არის და მეც მინდა რომ მოვეფერო და ვაკოცო დედას. რა დღეა დაგჭირ თქვენ კაცო რა. მე გავაღებ. მოიცადე, შეჩერდი ვახო მე გავაღებ კარს. ვაიმე. ხომშვიდობაა დედა. როგორ მომენატრე დედა? გენაცვალე სტუმრები ყოლია და მეც მომენატრე დედა. რა მომიტანე დედა? შენ გამომართი ქეთევა. შენ დედიკო აგერ პანტო გამომართი. ქალბატონო ნელი როგორ ბრძანდებ? გენაცვალე თამარ როგორ ყოველთვის კარგად გამოიყურებით. წამოგძანდით, უნდა გაგაცნოთ ჩემი დედამთილი არაჩვეულებრივი ქალბატონი დალი. ძალიან სასიამოვნო. ჩემი დედამთილი ქალბატონი ნელი. უკეთილშობილესი ადამიანი და პიროვნება. გილოცავ. თამარი ძალიან კარგი გოგოა. ჩემს ქეთევას არაფრით არ ჩამოუვარდება. ნამდვილად არ ჩამოუვარდება. შესანიშნავი გოგოა. ვახო, მომესმინე, ვახო. ესე იგი, დინამომ, ხო? დინამომ თასების თასი რო იყო, იმის მერე ასეთი ბედნიერი სახები მიარმინა. დედა. ეს არის ვახო, ვახტანგი ჩვენი თამარის მომავალი მეუღლე. ჩვეულებრივი ბიჭია, ოჩახ თამარ. ლაშიკოზე ცოტა დაბალია, არა დედიკო. ქალბატონო ნელი. ნახეთ რა არაჩვეულებრივი სუფრა გაგვიწეს ჩვენ მარძლებს. ეს ისეთი გოგონები არის. დავძალდი დედიკო. რა ვიცი ჩვენც ვართ აქ და თუ მოგვაქცევთ ვახო მომისმინე ჩვენი ყურადღების მოქცევი აქ არავინ არა წამოიქცევ ჯობია შენთან გავიდეთ წამო თუ დაგჭირდებით რამეში დაგვირეკეთ და ან დაგვიძახეთ რა გითხრეს რაო წამოდი ვის რას უბარებ წამოდი გამოდი კეთევან დედიკო მუხარშული ქათამი მოვიტანი ჩანთაშია მე ქათამი მოვიტანი ხომ დუმი ხო და მუხარშე და 4-ვე ერთად მიიღე ახლა ხომ ერთი დიდი ოჯახი ხართ არა ქალბატონო დალი იცით აი ჩემს ლაშიკოს მხოლოდ თეთრი ხორცი უყვარს მართლა დიახ ჩემი ვახტანგი კი მხოლოდ ბარკალს ჭამს და მე და თამამა ფთები უნდა ვჭამოთ
საშველება რა. ჩემი წამალია. არა მართალია ცოტა მწარია. მაგრამ სამაგერო თუ დალებ, ყველაფრისგან განიკურნე. წამალი მწარე უნდა იყოს. მე თქვენ მოგართმევთ ყავას. დიდი მადლობა. მე თქვენ მოგართმევთ ჩაის. მადლობთ დედა. მანამდე აი ხაჭაპური მიირთვით. ხაჭაპური ხო, მანამდე აი ნამცხვარი მიირთვით. ხო. შეიძლება? რა თქმა უნდა, დედა. მიირთვით, დედიკო. მადლობთ გენაცვალე. მადლობ ჩემო. ერთი წუთი. ეს ხაჭაპური ძალიან გემრიელია. ჩემი თამარის ხელი ეტყობა. ეს ნამცხვარიც არაჩვეულებრივია, ჩემი ქეთევანის ხელი. ვაიმე, ქე თუ კიდევ კაი ბარიდან ამოვიტანეთ ეს ნამცხვარი და ხაჭაპური. გაიგუდნენ. ნამდვილად გაგიმართლათ. თამარი არაჩვეულებრივი გოგოა. როგორი მშვიდი, წყნარი, დაწონასწორებული, არაჩვეულებრივი. იცით, ქეთევანის თავიდან ასე თქვენ ჯერ ერთად არ გიცხოვრიათ, არა? უი, სამწუხაროდ არა. აჰა, გასაგებია. არა, ორივე ძალიან კარგები არიან. ნამდვილად, არაჩვეულებრივი გოგოები არიან. მოგეხმარებით. მაიმე, მადლობ, დედიკო. მადლობ, გენაცვალე. თამარ, შენ დავახტანგი ხომ არ ჩხუბობთ ხოლმე? არა, ჩხუბით არ ჩხუბობთ, მაგრამ რაღაცნაირად ცოტას მაწვალებს ხოლმე. გაწვალებს? ვაი, არა და ისეთი მშვიდი ადამიანი ჩანს და თქვენი ლაშიკოც ძალიან მშვიდია. მისგან სიტყვას ვერ გაიგებ. მართლაც ასია, მის ხმას ვერ გაიგონებ. სულ ჭამს და როგორ ამოიღებს ხმას. რა თქვი ახლა თუ იცი შენ თვითონ? რას ამბობ ახლა თუ იცი? აი, ახლა გაჩერდი. შენ ჯობია შენს ვახუნხულას მიხედო. ვახუნხულას? დიახ, ვახუნხულას. ვახტანგი. ქე თუ ნუ მარცხენ. გაცხვენ? თუ გაცხვენ გამოდი. წავიდნენ და მერე. გამოდი. მოგართმევთ რამეს. გაბატონო დალი. ხომ არ წავიდეთ? აი, ასე უცბეთ რატომ? დამიჯერეთ ჩვენთვის ასე აჯობებს. გამანებე თავი! გუხვირი! ნახე, ულვაში როგორ მოაძრო. რას წერი რაკლი? ამ ოთახის ისტორიას ვწერ ვარიკა. იცოდნენ ბავშვებმა, რომელ წელს რომელი დამპყრობელის ხელში იყო. კარგი რაკლი რა. სანდრო, მითხრა რომ მაქსიმუმ 2 დღე დავრჩებითო და მაგაზე ნერვიულო. არა. მაგაზე არ ნერვიულობ მარიკულა. მეც რაზე ნერვიულობ. ესენი 2 დღე კი არა, 3 წელი დარჩებიან. 3 წელი. ხო. დამაგლეჯენ ნერვებს. ეს 3 წელი. მე რომ მივეჩვევი და ამათ გარეშე რო ვეღარ გავძლებ, მე დაკრავენ ფერს და წავლილი. მე უნდა ვინერვიულო მე. ვეძებო სადგურ და ქუჩა. აი ამაზე ნერვიულობ. ნახე ირაკლი, რა საყვარლები არიან. როგორ უყურებენ მულტფილმს. ლაკნან მეტ. ხო. აი დავკვირდი ახლა, ჩვენ ახლა გავხდით მრავალშვილიანი ოჯახი. 2 შვილი ხო ყავდა? ახლა 4 ყავს. სანდრო, სალომე, ახლა რომ მორჩება მულტფილმი, დაიბანეთ ხელები და დაწექით. გაკვეთილებს ხვალდილას ჩავაბარებთ. აუ, არა.
ვაი. მარიკუნა, რაღაც შემცივდა ჟაკეტი გამომიტანე რა გთხოვ. სანდრო, გეხვეწები, შედი საძინებელში და ჩუმად ოღონდ და სკამზე ირაკლის ჟაკეტი უნდა იყოს და გამოვიტანე, ხო? სალმე გეხვეწები და იმახსოვდა მომიყევი. ვა, რა მაგარია, მეც ვიცი ეს მულტფილმი. მართლა? ირაკლი მინისტრის მოადგილებიც უყურებენ მულტფილმებს? არა, ჩემ დათვს უყვარდა. ის უყურებდა ხოლმეს. აი, ირა, მოვიტანე. რა ვქნა? სანდრო, ახლა რა ქენი იცი? ვითომ მე ვერ ხედავ. ჩუმად ასე, ჩუმად ფეხაკრებით გაიპარე და აი ამ ოთახში შეიტანე ჟაკეტი. მიდი, მე მულტფილმს უყურებ. ირაკლი, რასაკეთებ? კარგი მარიკუნა რა, კარგი რა, მომენატრა მივეჩვიეთ რომ ატარებინე რა, კარგი რა. ირა. კიდე რა ვქნა? მოდი აქ. მოდი, დაჯექი სალომე მამა, ლუდი მომიტანა. მიდი. დაჯექი. ახლა სანდრო, ასე მოვიქცეთ ჩვენ. აბა, ვითომ შენ გინდა 20 ლარი. და არ გაქვს. ხო და მე მე არაფერი არ ვიცი. მე უყურებ მულტფილმს და შენ დამიძახე, ვითომ 20 ლარი გინდა, თხოვე და მე მიდი აბა. მოდი, ოღონდ არაფერი არ ვიცი. ირა. ხო. 20 ლარი მომეცი? კარგი რა, კარგი, როდემდე შეიძლება ასე სხვის ხარჯზე ყოფნა რა. რაღაცა გაიძერი ამ ხელა კაცი ხარ უკვე რა, გამომართვი რა. სულ ამჭირდება შენი 20 ლარი. შენ მითხარი, თხოვე 20 ლარიო თორე. მიყვირი ხარ აქ? ვაი. სანდრო, მე ახლა შენ კი არ გიყვირე. მე ვითომ დათოს ველაპარაკები. ვის? დათოს. ნახე? დათო მიცოდა ხოლმე სანდრინიო ასე სულ მთხოვდა ფულს და სულ მთხოვდა 20 ლარს. გამიგე? ხო და მე ახლა დათოს ველაპარაკე. ვითამაშეთ ჩვენ. ვითომ, სანდრო, ვითომ. და რა, დათოობანა ვითამაშოთ? ხო, დაგასწარი დათოა. დაგასწრო ირაკლი. დავაშავე რა მე. ნუ, კარგი, მე ირაკლი ვიქნები. აი მე დამასწრო. ირაკლი, აი შენი ლოდი. რამდენი მოგართვათ? ირაკლი, შენ სახლში ხარ? ხო და ჩემ სახლში რო ვარ, სალომე წესიერად დაგესხა რა არის ეს კაფირუა, ნახევარ. მაშინ მომეცდა. იყოს ეს, იყოს და კიდე ერთი მომიტანე. მიდი. აი მე მოიცა სალომე, მოდი აქ, მოდი. ხირაკლი ირაკლი, წამოდი ბავშვებთან შევიდეთ მე და შენ წამოდი. ირა, დავიწყოთ დათო. ვითამაშოთ? კარგი, მიდი. მოვემზადო? მიდი. შეხვედი? მზად ხარ? არა. შეხვედი? მზად ხარ? არა. მოვიდე. შეხვედი? წამოდი. ირუშ. 20 ლარი მომეცი რა. აჰა. გაიხარ. ირა. რა მინდა გთხოვ? ოჩა. კარგია. მომეცი შენ 20 ლარი. რატომ უნდა მოგცე? მე ხო დათო ვარ. ჩემი ბრალია რა. ახია ჩემზე ესეც რო ჭკუაში მოგატყუებს. ირა, ეხა ნახე რა. მეორე დათო მოვიდა.
რა თქვი, საათს გაჩუქებ ოღონდ დარჩიო? გაჩუქებ. ყველა საათს გაჩუქებ, დათო. კრემლის საათს გაჩუქებ. ბიგ ბენის საათს გაჩუქებ. მერიაზე როა, იმ საათსაც გაჩუქებ. დათო. მე ეს საათი მოგზაინტერესება. აბა ეს ისაო რა ქვიაო, რაღაცაო ვაშკაციო სიტყვას არ გადათქვა. ეგ მეც რა ვაშკაცმაო სიტყვაო გულირკინითაო, ხო? ხო, ირა. ვაშკაცი სიტყვას არ გადათქვაცო და ვიღაცა ვაშკაცმა მითხრა, საათს გაჩუქებ და დარჩიო. მე ვთქვი ეგ? და აქ სად არ წახვალ? აქ იცხოვრებ ისე? აი სანდრო. აი, ნახე. რა უცნაურად არის მოწყობილი ეს ცხოვრება. 1000 ლარიან საათს ვიხდი. იმაში რომ ამან ნერვები მაგლიჯოს ყოველ. იცი როგორი ქოქება? ნიცი. ჰეი, საიდან ვიცი და სამსახურიდან რომ მოდიოდი დაღლილი და იხსნიდი და შენიძინებდი, მე ამ საათს ვიკეთებდი და მიყვარდა მომწონდა მაგ. ირა. რა ვიცი, თუ გიდა მეც დავჩები. დაჩენს განახე მე შენ. შეიძლება, შევაპაროთ თქო, ხო გითხა. რა უნდა შემოყვარ? ჰა? ის რომ ხშია, არ ხშია? ხო, მოშემოგიძნო, აბა. ცოტა პუბლიკი ვჭამე. მეც ხშია ირა ისე და. შენც ხშია? კარგი. ვეთქვი მაშინ მარიკას რამე მოგვიძადოს, ხო? დაგასწარით? არაფერი ამ ბიჭს არ ეშველება. მართალი ხარ ირა? არაფერი. მართალი ხარ ირა? არაფერი მაგ ბიჭს არ ეშველება. არაფერი მაგას არ ეშველება. მე რა მეშველება. ილამშვიდობის. იცოცხლეთ, მეზობლებო. მირთვით ახალი რეცეპტით გავაკეთე ყიყლიყო კაკაოთი. მოიცა. სალომე გოგოა. ხო და პირველი სალომე შეუშვა. რატომ შეუშვა? დიახ, რატომ უნდა შევუშვათ? ხო, ეს მუშაობს, მე არა. ირა, თათეთილია. აია. და. ვაიმე? კიდევ ვიღაც არის ამ სახლში. ირაკლი, ჩემთან დაკავებული იყო. ხო და მარიკას თხოვე წვერს გავიპარსავ მეთქი აქ რა. რა პრობლემაა? მოდი ხოლმე გაი. როდესაც დაკავებული არ იქნება შენთან, მაშინაც მოდი და სულ აქ იპარს. ძალიან კარგი, დიდი მადლობა. მარიკა ადუღდა. ადუღდა, მოდი ტაჯიკი. მოდით ეხა ადუღდა ჩაი გავწო, ვისაუბროთ რაღაც. მოდით მარიკამ ყიყლიყო რაღაცაო და კაკაოთი. კაკაოთი რაღაც ახალია ყოდღეთყობა ყიყლიყო კაკაოთი და მოდი კარგო მოდი